საქართველოში შემზღუდავი კანონები კიდევ უფრო შემზღუდავი ხდება. ამის შესახებ Amnesty International-ის რეგიონალურმა დირექტორმა დენის კრივოშევმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც კრივოშევმა თქვა, ბევრი პარლამენტი უნახავს, რომელიც დრაკონულ კანონებს იღებს, მაგრამ მისი თქმით, მას არ უნახავს პარლამენტი, რომელიც ამას ამ მასშტაბით და ასე მოკლე დროში აკეთებდეს. კრივოშევის განცხადებით ეჭვი აღარ რჩება იმის თაობაზე, თუ რა მიზანს ემსახურება ბოლო პერიოდში მიღებული კანონები და ცვლილებები. შერჩევითი დაკავებები, ძალადობა, სამართლიანი სასამართლოს დაკარგული უფლება და მოუკიდებელი მედიისთვის არსებობის წყაროების შეზღუდვა და გამკაცრებული რეგულაციები. კრივოშევი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ავტორიტარული პრაქტიკის მაგალითებია. ჩვენ ამ რეგიონის შესახებ მუშაობთ და ბევრი პარლამენტი გვინახავს, რომელიც დრაკონულ კანონებს იღებს. მაგრამ არ მგონია მენახოს, არ მახსოვს მენახოს პარლამენტი, რომელიც ამას ამ მასშტაბით და ასე სწრაფად, ასე მოკლე დროში აკეთებს. საქართველოს ხელისუფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ისე უდგება, როგორც რაღაცას, რაც მას შეუძლია გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ხალხს მისი გამოყენება და როდის არა. ეს ახალი კანონმდებლობაც მსგავსია. ამის შესაბამისია. ისინი ზღუდავენ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, გამოხატვის უფლებას. ჩვენ ვიხილეთ თავდასხმები მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე და ყველაფერი, რაც მათ სურვილს ეწინააღმდეგება, რომ საჯარო სივრცის გაკონტროლება შეძლონ, როგორც ჩანს თავდასხმის სამიზნე ხდება. ჩვენ გვაშფოთებს იმის ნახვა, თუ როგორ ამკაცრებენ ისინი წესებს, რომლებიც ისეთ რაღაცეებს არეგულირებს, როგორიც საჯარო სივრცეა და ხალხის უფლება და შესაძლებლობა პროტესტისა და სიტყვის თავისუფლებით ისარგებლოს. მან ამერიკის ხმასთან აქციაზე დაკავებულების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ დაკავებულებს სამართლიანი სასამართლოს უფლება წართმეული აქვთ, პოლიციას კი ხელისუფლება ახალისებს. მისივე თქმით, ძალადობის გამოძიებასთან დაკავშირებით ახლა სამართლიანობის იმედი მცირეა. როდესაც ადამიანები ქუჩაში გადიან, მათ აქვთ უფლება იქ იყვნენ, ისაუბრონ. პოლიცია და ხელისუფლება ამას განსხვავებულად უდგება. ისინი თავისი შეხედულებით ასხვევებენ ავტორიზებულ და არაავტორიზებულ პროტესტს და როცა გადაწყვეტენ, რომ ადამიანები იქ არ უნდა იყვნენ, ამას ისე უდგებიან, როგორც უკანონო შეკრებას. ადამიანების დაკავება ასეთ გარემოებებში შერჩევითია. ეს კანონის და ადამიანის უფლებების არსის საწინააღმდეგოა. მაგრამ პოლიცია ამას მაინც აკეთებს და აკეთებს სისასტიკით. ამას აკეთებენ იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოაგროვონ ქუჩებიდან და მათ უხეშად ექცევიან. მათ, ვინც ამას აკეთებს და მათ, ვინც ამის ბრძანებებს გასცემს, პასუხი უნდა ააგონ. ახლა ეს არ ხდება, ამას ვერ ვხედავთ. ამგვარად ამ ძალადობის მასშტაბი და სიმძიმე საკმაოდ შემაშფოთებელია. ჩვენ ნამდვილად ვხედავთ ტენდენციას. უპირველესად, ეს დაპატიმრებული ხალხი დემონსტრანტებს შორის შერჩევითადაა დაკავებული. რაც შეეხება ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზიამაღლობელი საქმეს, კრივოშევის თქმით, ეს აჩვენებს, რომ ხელისუფლებას განზრახული აქვს ყველა საჩვენოს, თუ რა სისასტიკით მოექცევა ნებისმიერ პროტესტს. მისი თქმით, ხელისუფლება და პოლიცია ჟურნალისტებს თავს იმიტომ ესხმის, რომ მას საფრთხეთ აღიქვამს. ეს იმას აჩვენებს, რომ ხელისუფლებას ნამდვილად განზრახული აქვს ყველა საჩვენოს, თუ რა სისასტიკით მოექცევა ნებისმიერ პროტესტს. ეს კომპლექსური საქმეა. ჩანაწერში, რასაც ვხედავთ, შეურაცხყოფაა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ კონტექსტსაც. რა ხდება? ჩვენ ვხედავთ, რა ადვილად აკავებენ ამ ადამიანს უპირველეს ყოვლისა არაფრის გამო, პოსტერის გაკვრისთვის. შემდეგ მას სვამენ გისოსებს მიღმა ძალიან ნაჩქარევი პროცესის შედეგად, როგორც საშიშ კრიმინალს. იმ გარემოებებში, როცა როგორც გვესმის და ვხედავთ სხვა დემონსტრანტების გამოცდილებით, ხალხს უფრო სერიოზული დანაშაულისთვის გამოძიების პერიოდში არ აკავებენ. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ მას მკაცრად უხეშად ექცევიან, პოლიტიკურ შეხედულებებზე დაფუძნებით, როგორც გზავნილს ყველასთვის, ვინც გადაწყვეტს, რომ ქუჩებში პროტესტს შეუერთდეს. უეჭველია, რომ ჟურნალისტები ის ჯგუფია, რომლის საქმიანობასაც პოლიცია და ხელისუფლება საფრთხეთ ხედავს იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ და ამიტომ თავს ესხმიან მათ. დენის კრივოშევს მიაჩნია, რომ ქართული ოცნება მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. მისივე განმარტებით, მოქალაქეების წინააღმდეგ გამოწერილი ჯარიმები შერჩევითი ხასიათის არის და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.